წელიწადნახევრის განმავლობაში 40,000 დაზღვეული ფერმერი და ათობით მილიონი ლარით ანაზღაურებული ზარალი სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციამ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიში წარადგინა. Რამდენად წარმატებულად მუშაობს პროგრამა და რაც ცვლილებები იგეგმება ბენეფიციართა სრულად აკმაყოფილების მიზნით, დეტალები მარიამ სეთურიძის რეპორტაჟში. ჯემალ ჯავახიშვილს გურჯაანის რაიონში მდებარე ხეხილის ბაღები და ვენახი სეტყვა მნიშვნელოვნად დაუზიანა. ახლა ის აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზარალის ანაზღაურებას ელოდება. ნამდვილად ობიექტურად შეაფასეს კმაყოფილი ვარ, რომ ვერ ვიტყვი ვაიდან რაღაცან მომამტეს ან დააკლეს. აი ამ ბაღში სეტყვა დაწერეს 12%. აქ დაწერეს 72%. თავს მოტყუებულად მიიჩნევს დავით ახალკაცი. მისი თქმით, ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ მისი ზარალი მხოლოდ 12%-ით შეაფასა. ეს კი მაშინ, როცა მის გვერდით მდებარე ხეხილის მფლობელმა მასზე დიდი ოდენობის კომპენსაცია მიიღო. აი ეს 25 ტონაში მომწეს ლარი. 25 ლარი გამომიწერეს. ანაზღაურებას უცოტა 15,000 მაინც უნდა მქონია. როგორც იმათ დაუწერეს 72%, იმიტომ რომ არაფერი სხვაობა არ არის, 5 მეტრაშია სხვაობა, ხო? ერთი რიადი, ჩემი რიადებსა და იმ რიადებს შორის. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მთავრობასთან ერთად სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში ზარალის შეფასების საერთო სისტემაზე მუშაობენ. დევი ხეჩინაშვილის თქმით, არსებული პროგრამა სატესტო რეჟიმში მუშაობდა და ის შედარებით არასრულყოფილი იყო. მომავალი წლიდან კი ყველა კომპანია ზარალს ერთნაირი მეთოდოლოგიით დაითვლის. შევქმნით სტანდარტულ მეთოდოლოგიას. ანუ ფერმერსაც, მთავრობასაც, სადაზღვევოსაც ეცოდინება რა მეთოდოლოგიით ფასდება ზარალი და თვითონ შემფასებელიც იქნება ასე მომზადებული. ასე ეს ნამდვილად მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ უკმაყოფილებას, რომელიც არსებობდა ამ ნაწილში. იქამდე სანამ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში გარკვეული სახის ცვლილებები განხორციელდება, ასოციაციის წევრებმა წელიწადნახევრის შედეგები მედიასთან შეაჯამეს. ამ ხნის განმავლობაში 12,000-მდე სადაზღვევო პოლისი გაიცა. ანაზღაურებული ზარალის ოდენობამ კი 15 მილიონ ლარს გადააჭარბა. სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ მათთვის ეს პროექტი არც თუ ისე მომგებიანია. ზარალიანობა 100%-ს გადააჭარბა GPI ჰოლდინგის შემთხვევაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენმა კომპანიამ ფიზიკურად იზარალა, ჩვენმა გადამზღვევებმა კომპანიებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს. თუმცა ისინი წელსაც მზად არიან, რომ ჩვენთან ერთად ითანამშრომლონ, რადგან ხედავენ, რომ ეს არის ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე პროგრამა. დღეს სადაზღვევო კომპანიები, კომპანია ამ შემთხვევაში ალდაგი არის ზარალში. შესაბამისად, ანუ გადამზღვეველსაც და ალდაგსაც ამ შემთხვევაში უნდა ქონდეს ნათელი ხედვა მომავლის, თუ რა იქნება, რამდენი წლიანი იქნება ეს პროექტი, უფრო აქტიურად იმუშავოს გადამზღვეველ კომპანიებთან, რომ მოახდინოს რისკის ქვეყნის გარეთ გატანა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებისმიერი ახალი პროგრამის დანერგვა და განვითარება გარკვეულ დროს საჭიროებს. პროექტების მართვის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ბენეფიციართა რიცხვი ძალიან მალე გაიზრდება, რადგან საინფორმაციო კამპანია რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდია პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების რაოდენობა, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა დაიხვეწოს პროდუქტი, დაიხვეწოს და უფრო გრძელვადიან განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მასში 5 სადაზღვევო კომპანიაა ჩართული.